მოგესალმებით მეგობრებო, მივესალმები მთელ ემიგრანტოს უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თითოეული თქვენთაგანი. დიდი ხანია არ დამიდია ვიდეო მიმართვა თურქეთის რესპუბლიკაში სავიზო საკითხებში, თუ რა სიახლეები არის. ამასთანავე დავძენ რომ ვიდეო მიმართვებს ვაკეთებ მე ჩემი კეთილი ნებასურველით, რომელსაც ვაკონტროლებთავ ხედავ არც ერთი დანიშნულნი კი არ აკეთებს. პირველად მინდა დავიწყო, რა თქმა უნდა, მრავალფეროვანი საკითხები იქნება დღეს ჩაწერილი ვიდეო მიმართვაში. პირველი არის AFI, ანუ შეწყალება, ქალბატონებო და ბატონებო, არის ნამდვილია, ძალიან ბევრი გავაკეთეთ, ძალიან ბევრი თანხმობა მოგვივიდა. ოღონდ, რა თქმა უნდა აკმაყოფილებდეთ პირობებს და უნდა იყოს გაკეთებული სწორად ყველანაირი პროცედურა. AFI-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია თუ რას უნდა აკმაყოფილებდეთ, როგორ თქვენი დამსაქმებელი, ანუ პატრონი, ყველაფერზე ნასაუბრები მაქვს. თუ ჩაყვებით ქვემოთ ჩემს Facebook პოსტებს, 2 თუ 3 ვიდეოს ქვემოთ მიწერია თუ არ ვწდები სათაურად ყველაფერი AFI-ის შესახებ და იქ 10 წუთიან ვიდეოში ვსაუბრობ და რა თქმა უნდა თუ ამ პირობებს აკმაყოფილებთ და ჩემთან გადაწყვეტავთ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა იცით რომ ჩვენ ვემსახურებით უთხოვარ მომსახურებას, ამ შემთხვევაში დაგვაკავშირებთ თქვენს დამსაქმებელს, ანუ პატრონს. სანამ პატრონს დაგვაკავშირებთ, ანუ დამსაქმებელს დაგვაკავშირებთ, აქვე გაითვალისწინებთ რომ AFI-ზე მაქვს საუბარი, პატარა ქალაქებში არ არის დაშვებული, მაგალითად რამოდენიმე დღეს უკან რიზედან დამიკავშირდა ერთ-ერთი ქართველი ქალბატონის პატრონი და ჯერ სანამ საქმეს დავიწყებდი, ანუ საქმე კონტროლზე ავიყვანეთ, ვუთხარი რომ თანხები ზედმეტად არ დავხარჯოთ, აბა მოდი მოვიკითხოთ მიგრაციის სამსახურში, ანუ გიორჩიდარეში, თუ არის ეს კანონი დაშვებული, მართლაც დამიჯერა, წავიდა, სანამ ოფიციალურ პროცედურებზე გადავიდოდით და სანამ უკვე ხარჯვას დაიწყებდა, რა თქმა უნდა, ყველაფერს თავისი ხარჯვა აქვს და დოკუმენტების წარმოდგენა აქვს. მივიდა რიზეს მიგრაციის სამსახურში და განუცხადეს რომ ჩვენთან ეს უიუგულამა, ანუ ეს კანონმდებლობა, ასე რომ ვთქვათ, დაშვებული არ არის, ანუ ჯერ გაიკითხეთ ქალაქი, ასევე პირობებს თუ აკმაყოფილებთ და მას შემდეგ თუ რა თქმა უნდა ჩვენთან გადაწყვეტავთ თანამშრომლობას, დაგვაკავშირებთ თქვენ დამსაქმებელს, ანუ ეგრეთ წოდებულ პატრონს. ასევე სანამ დაგვაკავშირებთ, თხოვნა მაქვს ბატონებო და ქალბატონებო, რომ ზოგადად მაინც წარმოდენა გქონდეს ჩვენზე, რადგან თურქეთის რესპუბლიკაში ძმის ნდობა არ არის და უკვე ჩვენს ქვეყანაშიც. ეხლა პირდაპირ როცა ადამიანი მირეკავს, უფრო სხვა არის, მეკითხება ვინ ხართ, რა საქმიანობთ, რას აკეთებთ, ნდობის ფაქტორი სხვა, ვინემ რომ თავიდან მაგალითად აუხსნით რომ სანდოვარ, არასანდოვარ, რას ვაკეთებ, ანუ წარმატებულ საქმეს ვაკეთებ, არაწარმატებულ საქმეს ვაკეთებ, ეს უფრო სხვა იქნება. ამის ხოვნა მაქვს, რა თქმა უნდა. AFI-ის შესახებ ყველაფერი არის სიმართლე. ძალიან ბევრი კითხვა მოდის მამაკაცებიდან, მამაკაცებმა რა გავაკეთოთ, მამაკაცებზე შეიძლება ოჯახზე, ოღონდ მამაკაცის მომლელად, ანუ მოხუცის მომლელად, თუ იქნება ესეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სხვა დეტალები AFI-ის შესახებ საუბრობ 10 წუთიან ვიდეოში ქვემოთ თუ ჩაყვებით ძველ ჩემ პოსტებს, ძველი რა შეიძლება იყოს 20 დღის ან 25 დღის ვიდეო, სათაურად მიწერია ყველაფერი დეტალები AFI-ის შესახებ, თუ არ ვწდები. რაც შეიძლება გაგრძელებები, ანუ ეგრეთ წოდებული ოთურმაიზინის გაგრძელებები, ბინადრობის გაგრძელებები, ტყულა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ნუ ხარჯავთ, ნუ ზარალდებით, არ გამოდის, უარები მოდის 100-ში 100, არ მაქვს საუბარი აილე ოთურმაზე, ანუ ოჯახურ ბინადრობაზე. ბევრი ვიცი თქვენთაგანის პატრონები არ გიჯერებთ, ეუბნებით რომ თქვათ გამოდის ესა და ეს ადამიანი, ან ვიცი ჩემს ამხანაგს მოუვიდა და აზრი არ აქვს, მაინც ჩემი მოასებეჯი გააკეთებს, ჩემი ადვოკატი გააკეთებს, ან ეს დანიშნულნებთან დიდი ხანია თანამშრომლობთ და გააკეთებს და მაინც 100-ში 100 მოდის უარი. ამაში მაინც დამიჯერეთ და თქვენი პატრონი დაარწმუნეთ რომ კიდევ არ დაზარალდეთ, რადგან რამდენიც საქმე გაიწელება უარიდან, მით უკვე საქმე რთულდება კანონმდებლობით და შემდეგში მისი გამოსწორება მეც მირთულდება. როცა უარი მოგივათ, ეგრევე 1 კვირის განმავლობაში მაქსიმუმ დამიკავშირდებით, საქმეს გამოგისწორებთ, რა თქმა უნდა, თუ აკმაყოფილებთ, ჯერ გამოგკითხავთ თქვენ დეტალურად, რა თქმა უნდა, ჩემთან თანამშრომლობას თუ გადაწყვეტავთ, ასევე მე პატრონს გამასაუბრებთ და მას გამოგკითხავთ დეტალურად
და თუ პირობები დამაკმაყოფილებელია, მას შემდეგ მოვკიდებ ხელს ბინადრობის უარიდან საუბრობ და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, ოღონდ უნდა გავაკეთდეს სამუშაო მოწვევის დოკუმენტები სწორად და უნდა წამოხვიდეთ საქართველოში. იქვე ადგილზე გამოსწორებადი არ არის ეს ამოვიგდოთ თავიდან და მით უმეტეს საქმე რატომ გამომდის მე პირდაპირ სანამ ბინადრობის საქმეზე გადავალთ მინდა უცებ შესვლა გავაკეთო სხვა სიტუაციაზე საქმე რატომ გამომდის მე ჯერ ვიხილავ საქმეს თუ სარისკოა გეუბნებით სარისკოს თუ საერთოდ გასაკეთებელი არა გეუბნებით ანუ რომ საერთოდ არ გამოვა საქმიდან არაფერი და თუ არის გეუბნებით რომ არის ასევე სანამ წამოხვალთ და სანამ დატოვებთ თურქეთის რესპუბლიკას ეს თუ გინდა იყოს უარი თუ გინდა იყოს თქვათ გადაცილება მაგალითისთვის ვამბობ ან თუ გინდა იყოს ქორწინება გადაცილება გაქვთ და საქართველოში თურქული ქორწინება უნდა გაკეთოთ ანუ თურქეთის მოქალაქესთან ხელი უნდა მოაწეროთ სანამ წამოხვალთ მე ქალბატონებო და ბატონებო შესაბამისად ხსნი დოსიას გაგზავნინებთ თურქეთის რესპუბლიკიდან დოკუმენტებს და დოსიას ხსნი შესაბამის სისტემაში ვტვირთავ რომელიც საქმეს აადვილებს და რომელიც ალბათობაც უკვე იზრდება ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ საქმეს არ აქვს მნიშვნელობა ჩემთან გააკეთებთ თუ სხვასთან გააკეთებთ არავინ არ გაძალებთ გააკეთოთ უნდა სწორად და რას ვამბობდი ბინადრობაზე ანუ მაკავშირებთ პატრონს ყველაფერს ვაკეთებთ დოკუმენტებია შესაბამისი გამოსათხოვი შესაბამის სისტემაშია გასაკეთებელი და შემდეგ აუცილებლად მოდიხართ და არც ერთი ჩავარდნა არ მქონია ბინადრობის უარიდან ვინც დამიკავშირდა რომ იცოდეთ და ისიც მინდა დავამატო რომ ახალი წლის შემდეგ თქვენც ხედავთ მე რომ არ დავამატო და არ დავძინო ახალი წლის შემდეგ უამრავი საქმე მაქვს შეიძლება ვერც დავითვალო გაკეთებული და მაქვს ორად-ორი ჩავარდნა ორად-ორი უარი ისიც თავიდან ინფორმირებული იყო დამსაქმებელიც და ინფორმირებული იყო ქართველი ქალბატონიც სამუშაო უფლება იყო ორივე რომ ვუთხარი რომ ეს საქმე არის ალბათობა 90 და 95% უარის და 5% კის თქო და მაინც გარისკეს გააკეთეს და მოვიდა უარი რაც შეეხება მესამე თემას გადავიდეთ ქუჩაში აყვანას ქალბატონებო და ბატონებო ღმერთმა დაგიფაროთ იცით რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად უკვე აყვანები არავის არ პატიობენ თუ ქუჩაში აგიყვანეს თხოვნა მაქვს რომ ხვალზეგე საქმე გამოგივიდეთ თქვათ მაგალითად ეს იქნება ჩალიშმის საქმე ქორწინების საქმე თუ სხვა მოწვევები როცა აგიყვანებენ პირდაპირ დაეთანხმეთ და წამოდით თქვენი ნებასურვილით საქართველოში ანუ უთხარით რომ მინდა პირდაპირ დეპორტი ვეთანხმები ზოგი ერთი თვეზის ორი თვეზის ადვოკატი აყავს ითრას აკეთებენ ადვოკატს ელოდება შეიძლება ერთი წელიც გაიწელოთ და ამ შემთხვევაში როცა უარი მოგივათ ძალიან იშვიათია რომ ადვოკატმა საქმე გააკეთოს ანუ თქვათ 100 საქმეში 10 თუ 15 საქმე გამოდის ისიც ძალიან ძლიერი ადვოკატი და იცით რომ ძლიერ ადვოკატს ძლიერი ფინანსები ჭირდება გამოდის საქმე და არ გამოდის საქმე როცა არ გამოდის საქმე ამ შემთხვევაში თქვენი დრო უკვე გასულია შეიძლება 6 თვეც იყოს გასული 8 თვეც იყოს გასული იქ სტრესი გადატანილი გაქვთ იქ რა ცხოვრება არის ყველა თქვენთაგან მაიცით რასაც მე მიხსნიან საკვები არ არის საჭმელი არ არის და პლუს აქეთ კიდევ თქვენი სავიზო საქმე უკვე გაფეჭებულია ადვოკატი როცა საქმეს აგებს მაინც გაგზავნიან მე საქართველოში როცა გაგზავნიან მე უკვე ქორწინებაზეც უარის ალბათობა არის სხვა ვიზებზე რა თქმა უნდა უკვე ზედმეტია საუბარი და თქვენი საქმე ფუჭდება ასევე მინდა დავძინო წეღან და მავიწყდა როცა უარი მოგივათ დამიჯერეთ ქალბატონებო ბატონებო ის მოასებეჯი იქნება თუ მისი ადვოკატი იქნება თუ სხვა შირკეთი იქნება არასოდეს ითრასი არ გააკეთოთ ანუ საჩივარი არ შეიტანოთ იმიტომ რომ საჩივარი 100-ში 99% მოდის უარი დროიწელება რაც დროიწელება უკვე თქვენი სავიზო ისტორია უკვე ძალიან ფუჭდება ყველაფერს უნდა დროულად მიხედვა და დროულად საქმის გაკეთება ითრაზის გაკეთებას არ გირჩევთ ქალბატონებო და ბატონებო რომ საქმე არ გაგიფუჭდეთ და მე როცა მე მომართავთ მე პირდაპირ უარს გეუბნებით რომ საქმე უკვე ძალიან ნაჯიჯგნი ჩვენებური ენით რომ ვთქვათ და ძალიან გაფუჭებულია საქმე უნდა სწორად გათვლა და სწორად გაკეთება ამიტომ რჩევა დედაშვილური ძმური დაძმური არ ვიცი
უარი როცა მოგივათ ოთურმა იზინზე, ეგრევე თუ გინდა ჩალიშმაზე იყოს შემეხმიანეთ მეორე დღესვე თუ რა თქმა უნდა ჩემთან გადაწყვიტავთ 100-100 მომსახურებას, რა თქმა უნდა. ითრაზე არ გააკეთოთ ეს ერთი უნდა მეთქვა. ასევე მეორე არავინ არ მოგატყუოთ უარი მოგივიდათ ოთურმაზე, თუ გინდა ჩალიშმა ვთქვათ და ეგრევე აფსე შევიტანოთ, აფიდან საქმე გამოვა. ესეც არის ძალიან დიდი ტყუილი, რადგან ოთურმის უარის მოსვლის შემდეგ თუ არ გავიდა 6 თვე, იქამდე რაც არ უნდა აფის განაცხადები გააკეთოთ და რაც არ უნდა ითრაზები გააკეთოთ, მაინც უარი მოვა. ამიტომ ამაშიც არ მოტყუნდეთ. თუ ოთურმაზე უარი მოგივიდათ, ერთადერთი გზა რომ სასწრაფოდ დამიკავშირდეთ მე. ან სხვას, რა ვიცი, ჩემზე უკეთესებიც არსებობენ. თქვენზეა დამოკიდებული. ასევე არის შემთხვევა თუ ჭკვიანურს აკეთებს ადამიანი, როცა უკვე ოთურმის სისტემა იხსნება, ანუ 60 დღეს როცა ჩამოწდება, მაინც ავტომატურად სისტემა ის მოდის მესიჯი, რომ შეგიძლიათ მურაჯაატი გააკეთოთ, ანუ სისტემა იხსნება 60 დღეს დამთავრებას, როცა აკლია 60 დღე, მესიჯი მოგდის. ზოგი არის რომ უცებ აკეთებს განაცხადს და როცა უცებ აკეთებს, შეიძლება 1 თვის განმავლობაში უარი მოვიდეს. თუ 1 თვის განმავლობაში ოთურმის გაგრძელებაზე უარი მოვიდა და თქვენი ოთურმის კარტა არაა ჯერ დამთავრებული, შანსიანი ხართ მაშინ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ დამიკავშირდეთ და სასწრაფოდ სწორად გათვლილი პროცედურებით გადავიდეთ ჩალიშმა იზინზე. ესეც რა თქმა უნდა დამსაქმებელთან შეთანხმებით, დამსაქმებლის გარეშე ქალბატონებო და ბატონებო, მე ვერაფერს ვერ ვაკეთებ. მე ვაკეთებ სწორად გათვლილ პროცედურებს, რომელიც რომ ჯერ ჩავარდნილი არ არის, ძალიან იშვიათად ვახსენე უკვე, თქვათ თქვენ თუ გყავს ვინმე თუ ზამასაქმებს, ან ქორწინება მინდა გავაკეთოთ, ვინმე თუ გყავს, არა. თქვენ დამსაქმებელსაც თქვენ შეუვლობთ ქორწინების შემთხვევაშიც ყველაფერს თქვენია და ჩვენ გემსახურებით სულით და გულით, რაც არის სწორად გათვლილი. სხვაც გემსახურებათ, მაგრამ გააჩნია პასუხი რა მოვა. ასევე ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში მინდა ცოტა გაგაცნოთ და მიხვდეთ რომ ვინმარტო ძალიან ბევრი ახალი მომხმარებელია ჩვენს Facebook გვერდზე. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში უპირატესობა რა გაქვთ? ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში თურქულ შირქეთთან თანამშრომლობის შემთხვევას ვადარებ. თქვათ თურქულ შირქეთთან პატრონი საუბრობს თურქულად, თქვენ ვერ საუბრობთ თურქულად და შირქეთი ვერ გიხსნით. ჩვენ საუბრობთ ორ ენაზე და შეიძლება სამ ენაზეც ვისაუბროთ, თუ საქმეს დაჭირდება, რა თქმა უნდა. ეს ერთი უპირატესობა. მეორე უპირატესობა, თურქულ შირქეთებთან მაგალითისთვის თუ მოდიხართ და ჩალიშმა იზინის მოწვევა მოგაქვთ, ანუ სამუშაო მოწვევა მოგაქვთ საქართველოში, მარტო გეუბნებათ, ძალიან ბევრს არ ყავს საქართველოში ნაცნობები და არ თანამშრომლობს არც ერთ სათარჯიმნო ბიუროსთან და არც ერთ შირქეთებთან, გეუბნებათ რომ თქვენ წადით და იქედან გამომიგზავნეთ რეფერანს ნუმარა, ანუ რომელსაც ღებურობთ საკონსულოში. იქამდე რა არის გასაკეთებელი, როგორა გასაკეთებელი, როგორ გადაითარგმნოს უნდა, განაცხადში რა უნდა დაიწეროს, ყველაფერს დიდი მნიშვნელობა აქვს. არიციან მოდიხართ, თქვათ ზოგი სამტრედიაში ცხოვრობთ, ზოგი ზესტაფონში ცხოვრობთ, ზოგი გორში ცხოვრობთ, ზუგდიდში მნიშვნელობა აქვს, ჯერ მიდიხართ საკონსულოში. ეკითხებით საკონსულო მერე მოგცემთ ქახალს, რომ თქვათ ეს არის თარჯიმანი, ამას მიაკითხეთ. მერე თარჯიმანთან მიდიხართ, გეუბნებათ რომ ეს გადასათა ეს მომიტანე, ის დღე დაკარგული. მეორე დღეს შეიძლება ვერ გააკეთოთ, მესამე დღეს ვერ გააკეთოთ და შეიძლება 5-6 დღე გავიდეს, მოგიწიოთ გადარბენები, მაინც აკეთებთ, რა თქმა უნდა, და ბოლოს დიდი შრომის შემდეგ მიხვიდეთ და ბოლოს, რა თქმა უნდა, ჩააბარებთ. რა თქმა უნდა, ერთ გზას რომ გაიკლოთ, მერე რა თქმა უნდა. ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში, როცა უკვე ჩვენი კლიენტი ხართ, მარტო მოდიხართ, ასაღები რაც არის იუსტიციის სახში, ახლა ბევრად თქვენთაგან მაიცით. იმას მარტო მიგზავნით მე, არც წასვლა, არც მოსვლა, არც დამოწმებები. რა თქმა უნდა, ჩვენ კანონიერად საქმეს ვაკეთებთ და ვერავინ ვერ დაგვიშლის ამას, რომ ოფიციალურად რეგისტრირებული ფირმა ვართ. ყველაფერს გიმზადებთ, რაც კანონმდებლობა და რასაც ითხოვს შესაბამისი სამსახური, გამზადებულ დოსიას გახვედრებთ, მიდიხართ და აბარებთ შესაბამის სამსახურებში. ასევე შეგიძლიათ რომ არ იყოთ ჩვენი მომსახურების მომხმარებელი, თქვათ პატრონმა გადაწყვიტა მყავს მისი ადვოკატი, გატანს სამუშაო უფლების, ანუ ჩალიშმა იზინის დოკუმენტებს. ამ შემთხვევაში შემიძლიათ მოგემსახუროთ, შეიძლება
ადვოკატმა ჩემზე კარგად იცის და უკვე მე-100 და მე-1000 საქმე გააკეთა ესეთი, მაგრამ საქართველოში არ იცით, ან შორს ცხოვრობთ 3-ჯერ გიწევთ ჩამოსვლა, 4-ჯერ გიწევთ ჩამოსვლა. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელობა არ აქვს ჩემი კლიენტი, ანუ ჩემი მომსახურების მომხმარებელი იქნებით თუ არ იქნებით, შეგიძლიათ რომ დამიკავშირდეთ და მითხრათ რომ გიორგი, მე მაინც ყოველდღიურად ვაკეთებ ამ საქმეს და არაერთს. რომ გიორგი დოკუმენტები წამოღებული მაქვს, 2 და 3 და 4 და 5 ჯერ ვერ ჩამოვალ, თქვათ ბათუმში ან თქვათ თბილისში რა მნიშვნელობა აქვს და მინდა რომ თქვენთან ვითანამშრომლო, ეს დოკუმენტები გადავთარგმნოთ, დავამოწმოთ, შესაბამისი განაცხადი გავაკეთოთ, შესაბამისი დღე ავიღოთ და მივიდეთ საკონსულოში. ასეთ შეგიძლიათ და ასეთი მომსახურებაც შემიძლია რომ გავაკეთოთ. ამიტომ ქალბატონებო და ბატონებო, თხოვნა მაქვს ძალიან გულით და სულით. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ ხართ ვალდებული რომ ითანამშრომლოთ ჩემთან. ძალიან ბევრი შirketებია და შეიძლება ჩემზე უკეთესებიც. ჩემი კიდევ ვამატებ, ჩემზე უკეთესებიც თუ მომსახურებას დაიწყებთ რომელიმე შirketთან, იქვე იწყებთ კითხვასაც, პასუხსაც და ამთავრებთ იქ. თუ დაიწყებთ ჩემთან, თავიდან ბოლომდე პასუხისგებელი ვარ მე, რასშიც დარწმუნებული ვარ მე და ასევე ხედავთ ჩემ საქმიანობებსაც. ეს მინდოდა მეთქვა, უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ თითოეული თქვენთაგანი.